მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 31. შეუსაბამეთ ციფრებით დანომრილ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებებიო, რომლებიც გამოსახულია სისტემის ძირითადი ერთეულებით. პასუხების ფურცელზე ცხრილი სათანადო უჯრედებში დავსვათ ნიშანი x-ი, გთხოვენ ამასაც. კარგი, პირველი რა არის? პირველი ეს არის მექანიკური მუშაობა. მუშაობა განიმარტება როგორც ძალისა და გადაადგილების ნამრავლი, ხო? თუ გავითვალისწინებთ მეორე მხრივ ძალა ეს არის მასისა და აჩქარების ნამრავლი ნიუტონის მეორე კანონიდან, ესე იგი იქნება MAS-ი გადაადგილებაზე ნამრავლი. ეს ტოლი არის მასის სისტემის ძირითადი ერთეული არის მასის ერთეული არის კილოგრამი. გამრავლდება აჩქარების ერთეული არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ხო? და ეს კიდე გამრავლდება გადაადგილებაზე, ესე იგი მეტრზე. შესაბამისად ეს პასუხი აქედან მის პასუხი იქნება აქედან რა გამოგვდის, ჩვენ გამოგვივა რომ 100 განზომილება ტოლი ყოფილა კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატი შეფარდებული წამ კვადრატთან. ესე იგი პირველი შეთან გადავხაზოთ, მოდით რასაც გავაკეთებთ, კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული წამ კვადრატთან. ეს არის პასუხი D, როგორც ხედავთ, პირველის D. ახლა გადავიდეთ მეორეზე, რა გვაქვს მეორეში? მეორე ეფსილონ ელექტრული მოდბივაა. ხო, ამისთვის მოდით გავიხსენოთ კულონის კანონი. კულონის კანონი მდგომარეობს შემდეგში, F-ი უდრის K Q1 გამრავლებული Q2-ზე. ეს წესით აქ მოდულების გჭირდება, მოდით ჩავწეროთ. შეფარდებული ამ უხდებს შორის მანძილის კვადრატთან, მაგრამ მოდით დადებითი მუხტები ავიღოთ, რადგანაც ეს ზეგავლენას არ მოახდენს ერთეულის გამოთვლაზე და თან მუხტების ერთნაირი იყოს, არანაირი პრობლემა არ იქნება ამისი, ამიტომ ეს იქნება K ჯერ Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. და ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ K ეფსილონ 0 თავის მხრივ, ეფსილონ 0 ტოლი არის. ხო, თავის მხრივ მოდი ეს გავაკეთოთ, K თავის მხრივ ტოლი არის 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0-თან. ჩავსვათ აქ, ესე იგი რას მივიღებთ? 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0-თან. K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან, ხო? საიდანაც ეფსილონ 0 ტოლი იქნება, ეფსილონ 0 ავა F-ის ადგილას, F-ი ჩამოვა ეფსილონ 0-ის მაგივრა ადგილას, ხო? ესე იგი იქნება Q კვადრატი შეფარდებული 4π F R კვადრატთან. ეხლა ჩვენ თუ გავიხსენებთ შემდეგი ფაქტი, რომ დენის ძალა განიმარტება როგორც გამტარის განივკვეთში ერთეულოვან დროში გასული მუხტი Q შეფარდებული ტესთან, საიდანაც Q-ს მივიღებთ ტოლი არის იტესი. და მოდი Q-ს მაგივრად აი აქ შევიტანოთ ეს გამოსახულება, ესე იგი იქნება IT კვადრატი, ასე შეფარდებული 4π გამრავლებული F-ი R კვადრატთან. ბატონო, ისა გვჭირდება, მოდი წავშალოთ. ეს ტოლი იქნება I კვადრატ T კვადრატი შეფარდებული 4π, F-ი არის ზემოთ გამოგვიყენეთ უკვე ეს მასსა და აჩქარების ნამრავლი და გამრავლებული R კვადრატზე. და ნუ აქედან ეფსილონის განსომილებისთვის რას მივიღებთ? ეფსილონ 0-ის განზომილება C-ში ტოლი ყოფილა. დენის ძალის განზომილება არის ამპერი კვადრატი, T არის წამი წამ კვადრატი, გამრავლებული წამ კვადრატზე, შეფარდებული 4π რიცხვი არის და განზომილება არ აქვს, შეგვიძლია ეს არ გავითვალისწინოთ. მასა არის კილოგრამი, გამრავლდება კიდე მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, კიდე გამრავლდება მეტრ კვადრატზე. ეს წამ კვადრატი ზემოთ თავადა გვექნება ამპერ კვადრატ წამ მეოთხე შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბთან. კი ბატონო, ესე იგი მეორე გადავხაზოთ, მეორეც. და ნახოთ ეს პასუხი ამპერ კვადრატი წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კუბთან. კი ბატონო, ეს პასუხი არის E, როგორც ხედავთ. კი ბატონო, მეორეს E არის. ეხლა ნახოთ მესამეში რა გვაქვს? მესამე წნევა. ხო, წნევა განიმარტება P წნევა განიმარტება როგორც ფართის ერთეულზე მოსული ძალა, ხო? ოღონდ ეს S-ი და ISS-ი ერთმანეთში არ აურიოთ, ხო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ გადაადგილებას და ამ შემთხვევაში ფართობი იგულისხმება. F-ი არის მასისა და აჩქარების ნამრავლი შეფარდებული S-თან. აქედან განზომილებისთვის მივიღებთ, რომ S განზომილება ტოლია. M-ი არის კილოგრამი,
გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, კიდე შეფარდება, ესის განზომილება არის მეტр კვადრატი. ეს მეტრი კვადრატი და ეს მეტრი შეეკვეცება, დაგვრჩება შემდეგი გამოსახულება: კილოგრამი შეფარდებული მეტრი გამრავლებული წამ კვადრატზე. ანუ წნევისთვის რა გამოგვივიდა ჩვენ? წნევისთვის კილოგრამი შეფარდებული მეტრი წამ კვადრატზე. პასუხი V გამოგვივიდა, მესამეს V, კი ბატონო. ეხლა ვნახოთ მეოთხეში რა გვაქვს. მეოთხე გვაქვს ელექტრული ველის პოტენცია. ელექტრული ველის პოტენციალის განზომილება არის ვოლტი, ხო? გამომდინარე იქიდან ძაბვის განზომილება არის ვოლტი, ხო? და ძაბო კიდე წარმოადგენს პოტენციალთა სხვაობას და მეც არაფერს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ძაბვის განზომილება დავითვალოთ და იგივე იქნება პოტენციალის განზომილებაც, ხო? ძაბო კიდე რა არის? ძაბო ეს არის ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა ელექტრული ველის მიერ. და ეს ის ტოლი იქნება? ეს ტოლი იქნება მუშაობა შეფარდებული ქუარის I-ტესთან. ეს ტოლი იქნება F-ი გამრავლებული S-ზე შეფარდებული I-ტესთან. ეს ტოლი არის F-ი არის M-ა, S-ი შეფარდებული I-ტესთან. საიდანაც უსთვის, უს განზომილებისთვის C-ში ტოლი იქნება მასის განზომილება კილოგრამი. გამრავლდება მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ეს გამრავლდება გადაადგილებაზე, აქ გადაადგილების როლში გვაქვს ესი, კიდე მეტრზე და ეს შეფარდება ამპერი გამრავლებული წამზე. და ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტр კვადრატი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე, ხო? ანუ ელექტრული ველის პოტენციალისთვის მივიღებთ შემდეგი გამოსახულება: კილოგრამი გამრავლებული მეტр კვადრატზე შეფარდებული ამპერი წამ კუბთან. ეს არის პასუხი G. მეოთხეს ნახოთ, აი ეს არის G. კი ბატონო, გადავიდეთ მეხუთეზე. მეხუთე. სიხისტე, ხო, სიხისტე შეგვიძლია ჩვენ გამოსახოთ, თუ გავიხსენებთ ფოკის კანონს, დრეკადობის ძალა ტოლი არის Kx-ის, სადაც x არის მძამბარის წაგრძელება, ხო, აქედან q's რაც მივიღებთ, აქედან k ტოლი იქნება F შეფარდებული x-თან. F-ი არის აქაც m-ა შეფარდებული x-თან. საიდანაც q's გამოგვივა, რომ q's განზომილება ტოლია კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან და ეს კიდე შეფარდება მეტრს, ხო? იმიტომ რომ წაგრძელების განზომილებაა მეტრი. ესა და ეს შევეკვეცება, ეს ტოლია კილოგრამი შეფარდებული წამ კვადრატთან. ანუ მეხუთესთვის მივიღეთ B პასუხი. ვნახოთ ბოლო რა გვაქვს, ბოლო არის მაგნიტური ველის ინდუქცია, ხო? მეექვსეში აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამპერის კანონი. ამპერის ძალა ტოლი არის BI-L-ის. თუ ესა მაგნიტურ ველსა და გამტარ შორის კუთხე არის 90 გრადუსში, მაშინ ასეთი სახით გამოისახება ამპერის ძალის სიდიდე, ხო? აქედან გავსვადებთ, მოდი, ველის ინდუქცია, მაგნიტური ველის ტოლია, აქედან B ტოლი იქნება F შეფარდებული I-თან. F-ი არის აქაც M-ა შეფარდებული I-თან იქნება. და განზომილებისთვის რაც მივიღებთ, ესე იგი, განზომილებისთვის ჩვენ მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას. M-ი არის კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, აქაც ეს კიდე გაიყოფა დენის ძალის ერთეულზე, ესე იგი, ამპერ კვადრატი და კიდე გვაქვს მეტრი, ხო? მეტრი, კი ბატონო. ეს ელი არის, ხო, გამტარის სიგრძე, ხო? ამიტომ მეტრი იქნება. ეს მეტრი და ეს მეტრი შევეკვეცება და დაგვრჩება, ესე იგი, ეს ტოლი არის კილოგრამი შეფარდებული ამპერი, უბრალოდ აქ ამპერ კვადრატი რატომ იწერი? აქ ხო მარტო ერთი დენის ძალა გვაქვს. ხარისხი არ აქვს, ამიტომ პირდაპირ ამპერი იქნება ამპერი გამრავლებული წამ კვადრატზე. და როგორც ხედავთ, ასეც უნდა ყოფილიყო, მეექვსეს პასუხი ყოფილა A. მეექვსე A. კი ბატონო.